დასრულდა 2026 წლის ივნისის თვე და კოდის მორიგ ეპიზოდში, რა თქმა უნდა, თვის შემაჯამებელ კოსმოსურ ამბებზე ვისაუბრებ. კოსმოსის შესწავლის თვალსაზრისით, გასული თვე მნიშვნელოვანი სიახლეებით გამოირჩეოდა და ბევრი ამბავი იყო ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული, პოზიტიურიც და ნეგატიურიც. რამდენიმე დღის წინ რუსი კოსმონავტები ორბიტაზე მოძრავ ლაბორატორიაში ჰაერის ძლიერ გაჟონვასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვას ცდილობდნენ. NASA-მ კი თავის ასტრონავტებს SpaceX-ის კაფსულა დრაგონში თავის შეფარება უბრძანა, სანამ რუსი კოსმონავტები პრობლემის მოგვარებას ცდილობდნენ. მოდი გავიგოთ უფრო მეტი იმის შესახებ, თუ რა მოხდა დედამიწის ორბიტაზე. NASA-ს წარმომადგენლის განმარტებით, ჰაერის გაჟონვა სერვის მოდულ ზვეზდას შემაპირაპირებელ მოდულთან დამაკავშირებელ გვირაბში დაფიქსირდა. ეს არის სადგურის ერთ-ერთი უძველესი ნაწილი და, როგორც აღმოჩნდა, გაჟონვა მცირე ბზარებით არის გამოწვეული, რაც წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. ხოლო რუსეთის კოსმოსური სააგენტო როსკოსმოსი მას პერიოდული ნაწილობრივი შეკეთებით მართავდა, პრობლემის რუსული გადაწყვეტის მეთოდით ანუ. სადგურზე არსებობს გვირაბის პატარა სექცია, სახელად PRK. იგი რუსულ ზვეზდას მოდულს სადგურის უკანა კვანძთან აერთებს. 2019 წლიდან მოყოლებული PRK-დან პერიოდულად ჰაერი იჟონება ხოლმე. 5 ივნის სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ამ დღესთან დაკავშირებული ზუსტი დეტალები უცნობია. მომხდარის შესახებ ბევრის გაჟღერებისგან NASA-ც და როსკოსმოსიც თავს იკავებს. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სადგურის შეკეთების შესახებ ორივე სააგენტოს თავისი აზრი ჰქონდა. როგორც გამოცემა The Register განმარტავს, რუსების გეგმა ხელის ხერხისა და ბურღის გამოყენებას მოიაზრებდა. ამ უკანასკნელს NASA-ს ასტრონავტები არ ეთანხმებოდნენ. მათ უფრო არაინვაზიური მიდგომა აირჩიეს. NASA-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემა Ars Technica-სთან ანონიმურად ისაუბრა. მისი თქმით, პროტესტის ნიშნად თავიანთი ასტრონავტების დრაგონში გადაყვანას აპირებდნენ. თუმცა როსკოსმოს ეს საერთოდ არ ადარდებდა. ამავე ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო მაშინ გამწვავდა, როცა კოსმონავტები, ანუ რუსი ასტრონავტები, PRK-ის მოდულთან ხერხით მივიდნენ, რათა დაზიანებული ნაწილი პირდაპირ მოეცილებინათ. ამის შემდეგ ასტრონავტებს მოლაპარაკება კიდევ უფრო გაუჭირდათ. ამიტომ NASA-მ უსაფრთხოების უკიდურეს ზომას მიმართა და თავისი ეკიპაჟის 5-ვე წევრი დრაგონში გადასაყვანად მოამზადა. მათი აზრით, ნაწილის მოხერხებას შეიძლება მძიმე შედეგები მოეტანა. როსკოსმოსმა უკან მხოლოდ ამის შემდეგ დაიხია. უცნობია თუ რა ბედი ეწება PRK-ის მოდულს საბოლოოდ და როგორ გადაჭრიან გაჟონვის პრობლემას. Crew 12-ის ეკიპაჟი 4 ასტრონავტისგან შედგება. NASA-ს ჯესიკა მეიერი და ჯეკ ჰეთევეი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი სოფი ადენოდი და რუსი კოსმონავტი ანდრეი ფედიაევი. ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს თებერვლის შუა რიცხვებში ესტუმრნენ და 6 თვის განმავლობაში დარჩებიან. ბორტზეა NASA-ს კიდევ ერთი ასტრონავტი კრის უილიამსი, რომელიც სადგურზე გასული წლის ნოემბერში გაემგზავრა. აღნიშნული პრობლემა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ხანდაზმულობის კიდევ ერთი შეხსენებაა. კომპლექსის აშენება 1998 წელს დაიწყო და 2000 წლის ნოემბრიდან მას მუდამ სტუმრობენ ადამიანები. ზვეზდა ორბიტაზე 2000 წლის ივლისში გავიდა. როგორც ცნობილია, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დაშლა 2030-2032 წლისთვის იგეგმება. NASA-ს კოსმოსური ობსერვატორია SWIFT-ი ორბიტიდან ბარდება. შეუძლია თუ არა კომერციულ კომპანიას კოსმოსური აპარატის 9 თვეში აშენება, რათა ობსერვატორია გადაარჩინოს. მოდი გავიგოთ უფრო მეტი. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში NASA-ს SWIFT-ი დედამიწის ორბიტაზე ნაყოფიერ სამეცნიერო კვლევებს ატარებდა და ეძებდა გამა-გამოსხივების ნიშნებს სამყაროში ყველაზე მძლავრი აფეთქებების. ახლა იგი დედამიწაზე ვარდება და მიმდინარე წლის ბოლოსკენ ცეცხლოვანი სიკვდილისთვისაა განწირული. მაგრამ როგორც ირკვევა, NASA-ს სამაშველო მისია აქვს დაგეგმილი, რაც კოსმოსში აქამდე არავის არასდროს უცდია. სამაშველო მისიის დაწყება 27 ივნისს იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ორბიტისკენ გაემართება რაკეტა, რომლის ბორტზეც იქნება მოწყობილობა სახელად ლინკი. ლინკი რობოტული მკლავების მეშვეობით ობსერვატორიის შესაბამის წერტილზე გადატანას შეეცდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება,
ობსერვატორია ორბიტის ისეთ წერტილში განთავსდება, სადაც ვარდნისგან იქნება დაცული. NASA-მ ერთ-ერთ კომერციულ კომპანიას ლინკის შექმნა 2025 წლის სექტემბერში დაუკვეთა. 9 თვის შემდეგ აპარატი, რომელმაც ობსერვატორია უნდა გადაარჩინოს, მზადაა და 27 ივნისს გაემართება. გალაქტიკის მასის უმეტესობა მოდის მასალაზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. გალაქტიკის ფორმაციის ამჟამინდელი მოდელების თანახმად, გალაქტიკა წარმოიქმნება ბნელი მატერიის მასიურ ბურთულაში, რომელიც გრავიტაციული ხარაჩოს როლს ასრულებს და ჩვეულებრივ მატერიას თავმოყრაში ეხმარება. ჩვენგან 67 მილიონი სინათლის წლის მანძილზე აღმოჩენილი გალაქტიკა ერთდროულად დამაბნეველი და ძლიერ ამაღელვებელია. რატომ? მისი სახელია NGC 1052 DF და ის არც პირველია და არც მეორე. არის ჩვენს მიერ აღმოჩენილი მესამე გალაქტიკა, რომლის მოძრაობას შეიძლება ბნელი მატერიის გარეშე აიხსნას. იმის მიუხედავად, რომ ჯერ არ ვიცით, როგორ დარჩნენ ეს გალაქტიკები ბნელი მატერიის გარეშე, ასტრონომები პროგნოზირებდნენ, რომ თუ ეს ზოლი უჩვეულო გზით წარმოიქმნა, ბნელი მატერია შეიძლება მის გასწვრივ არსებულ სხვა გალაქტიკებსაც არ ჰქონოდა. როგორც ჩანს, გალაქტიკა DF9 ამ პროგნოზს ამართლებს. ბნელი მატერია არის საიდუმლო, რომელიც კოსმოსის თითქმის ყველა კუთხეშია წარმოდგენილი. არ ვიცით რა არის ის, მაგრამ როგორც ჩანს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამყაროს არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. მისი არსებობის შესახებ მხოლოდ იქედან ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც გავითვალისწინებთ სამყაროში არსებულ ნორმალურ, ანუ ბარიონულ მატერიას, მათ შორის ვარსკვლავებს, პლანეტებს, გალაქტიკებს, შავ-ხვრელებს, ტვერსა და გაზს, მაინც არ გამოდის იმდენი ხილული მასალა, რათა აიხსნას ის გრავიტაცია, რომელსაც ვაგვირდებით. ამ ჭარბ გრავიტაციას წარმოქმნის რაღაც ისეთი, რასაც ვერ ვხედავთ. ერთადერთი გზა, რომლითაც ის ბარიონულ სამყაროსთან ურთიერთქმედებს, არის გრავიტაციული. ამ იდუმალ მასალას ჩვენ ბნელ მატერიას ვუწოდებთ და ის ყველგანაა. ნორმალურ მატერიასთან მისი ფარდობა არის დაახლოებით 5:1-თან. რადგან გალაქტიკების უმეტესობა, მათ შორის ირმის ნახტომიც, მოთავსებულია ბნელი მატერიის გიგანტურ კონცენტრაციებში, რომლებსაც ჰალოებს უწოდებენ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გალაქტიკის ფორმაციაში. აღმოჩენა ამ დროისათვის ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას გვაწვდის იმის შესახებ, რომ ეს გალაქტიკები წარმოიქმნა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი, ექსტრემალური პროცესის შედეგად და გვთავაზობს ახალ, იშვიათ ფანჯარას თავად ბნელი მატერიის ბუნებისკენ. მიწისქვეშა დეტექტორით მოჩვენება ნაწილაკის შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს. ჩინეთში არსებულმა Jiangmen Underground Neutrino Observatory JUNO 2025 წლის აგვისტოში მონაცემების შეგროვება დაიწყო. მიზანი ნეიტრინოს უკეთ შესწავლა იყო. ეს ძალიან მსუბუქი ნაწილაკია, ამიტომ მასზე დაკვირვება საკმაოდ რთულია. JUNO-ს გუნდმა პირვანდელი მიგნებები მონაცემების შეგროვებიდან 2 თვეში წარმოადგინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი გაზომვებებია, რომლებიც კაცობრიობას ამ ნაწილაკის შესახებ ოდესმე მოუპოვებია. ნეიტრინოს 3 ტიპი არსებობს. ეს ნაწილაკი მოძრაობის დროს ერთი ფორმიდან მეორეში გადადის ხოლმე. ახალი ნაშრომის ავტორებმა უკვე არსებულ მონაცემებთან შედარებით 1.6-ჯერ უფრო ზუსტად გაზომეს, თუ რამდენად ხშირად ხდება ეს გადასვლები. JUNO-ს დეტექტორი წრიული ფორმისაა და მიწის ქვეშ 700 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული. მისი მთავარი ამოცანა ანტინეიტრინოებზე დაკვირვებაა, რომლებიც ორ ახლომდებარე ელექტროსადგურში წარმოქმნილი შეჯახებების შედეგად ჩნდება. ანტინეიტრინო ნეიტრინოს ანტინაწილაკია, თუმცა მასზე არანაკლებ იდუმალი. მათზე დაკვირვებით ნეიტრინოების შესახებაც შეგვიძლია ბევრი გავიგოთ. ამასთან მეცნიერები იმედოვნებენ, რომ JUNO-ს დეტექტორის დახმარებით ნეიტრინოს თითოეული ტიპის მასას დავადგენთ. ჯერჯერობით მიიჩნევა, რომ ორ ტიპს ერთმანეთის მსგავსი მასა აქვს. მესამეს კი განსხვავებული. უცნობია ორი მძიმეა და ერთი მსუბუქი, თუ პირიქით. პირვანდელი შედეგებით ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. მეორე მხრივ ეს მიგნებები JUNO-ს დეტექტორის შესაძლებლობებს ცხადყოფს. საკითხის კვლევაში მომდენო 10 წლეულის განმავლობაში კიდევ 2 მსგავსი ნეიტრინოს დეტექტორი ჩაერთვება.
ერთი მათგანი იაპონიაშია, მეორე კი შეერთებულ შტატებში. მათი მიზანი ჯუნოს დეტექტორის შედეგების პარალელურ რეჟიმში გადამოწმება იქნება. 2022 წლიდან მოყოლებული ასტრონომები უჩვეულო რადიოტალღებს ამჩნევენ, რომლებიც ზუსტი შუალედებით მეორდება. ეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე ინტერვალს გულისხმობს. ზოგი 30 წელზე მეტხანს გრძელდება, ზოგი კი სულ რაღაც რამდენიმე დღე. მეცნიერებმა უკვე რამდენიმე ასეთი წყარო აღმოაჩინეს. თუმცა ფენომენის წარმოშობის მიზეზი უცნობია. მოვლენის უკეთ გასაგებად მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ASCAP J1745 შეისწავლა. ეს მაღალი პოლარიზაციის მქონე განმეორებადი რადიოიმპულსია, რომელიც ავსტრალიური ASCAP ტელესკოპით აღმოაჩინეს. ახალი ნაშრომის თანახმად ეს რადიოიმპულსი სხვა ტელესკოპებითაც დაფიქსირდა. აღნიშნულ ფენომენს გრძელ პერიოდიანი გარდამავალი მოვლენები ეწოდება. ნაშრომის ავტორებმა დაადგინეს, რომ მათ არა პულსარები, არამედ მკვდარი ვარსკვლავების მბრუნავი და მაღალი ენერგიის მქონე ნარჩენები იწვევს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან აღნიშნული მოვლენები უფრო ნელა მეორდება, ვიდრე ეს პულსარის შემთხვევაში იქნებოდა. გუნდმა დაასკვნა, რომ ASCAP J1745 კატაკლიზმური ცვლადის ტიპის ვარსკვლავი უნდა იყოს. ესე იგი, ვარსკვლავთა წყვილისგან შემდგარი სისტემა, რომელთაგან ერთი თეთრი ჯუჯაა. თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის მკვრივი ბირთვია, რომელიც შედარებით დაბალი მასის მქონე ვარსკვლავის მიერ საწვავის ამოწურვის შემდეგ რჩება. ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ რადიოსიგნალები შეიძლება თეთრი ჯუჯის მიერ სხვა ვარსკვლავის ნაწილების მიზიდვით იყოს წარმოქმნილი. ამ პროცესის დროს სითბო გამოიყოფა. შესაბამისად, რენტგენულ გამოსხივებას ვიღებთ. როგორც წესი, მფეთქავ რადიოსხივებს მაღალი ენერგიის ნაწილაკების ძლიერ მაგნიტურ ველებთან ურთიერთქმედება იწვევს. კვლევარების თქმით, ამ შემთხვევაში სრულყოფილ კომბინაციასთან გვაქვს საქმე. ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ორი ვარსკვლავი და დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც სხვა ვარსკვლავიდან თეთრი ჯუჯის მიმართულებით მოძრაობს. კვლევის შედეგები გრძელ პერიოდიანი გარდამავალი მოვლენებისა და თეთრი ჯუჯებისგან შემდგარი ბინარული სისტემის კავშირს უსვამს ხაზს. ამის მიუხედავად, ამ თემაზე კიდევ მრავალი კვლევაა ჩასატარებელი. ეს გამოცანის პირველი ნაწილია, თუმცა ფენომენის ასახსნელად საკმარისი შეიძლება არ იყოს. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გაურკვეველ ანომალიურ ფენომენთა UAP-ების ამსახველი მრავალი ფაილი გამოაქვეყნა. ჯერჯერობით საიდუმლო ფაილთა სამი ასეთი ტალღა ვიხილეთ, რომელიც მრავალი ათეული წელი საიდუმლო სამსახურების დალუქულ საცავებში ინახებოდა და მათზე ცოტა ადამიანს თუ მიუწვდებოდა ხელი. თუმცა მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ წარმოდგენილ ფაილებში ზუსტად არაფერია ისეთი, რაც პირდაპირ დაამტკიცებდა უცხოპლანეტელთა არსებობას და მათ დედამიწაზე შემოჭრას, ან მით უმეტეს საიდუმლოდ ყოფნას. ამის მიუხედავად უმრავლესობა თანხმდებოდა, რომ ბევრი ფაილი მართლაც რომ ანომალიურ ფენომენებს ასახავს და მათი სათანადოდ შესწავლა უნდა მოხდეს. ავსტრალიაში, შეერთებულ შტატებში და ზოგადად ყველგან ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოების დაახლოებით მესამეც სჯერა, რომ უცხოპლანეტელები აქ არიან. მიუხედავად იმისა, რომ რაც სამყაროს შესახებ ვიცით, მიუთითებს, რომ არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება არსებობდნენ. არის სამი დამაჯერებელი მიზეზი, რის გამოც ისინი შეიძლება არ გვსტუმრობდნენ. კოსმოსი იმდენად დიდია, რომ ჩვენი წარმოსახვის ფარგლებსაც სცდება. მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი, პროქსიმა კენტავრი, ჩვენგან დაახლოებით 40 ტრილიონი კილომეტრის მანძილზეა, 268,000 ჯერ უფრო შორს, ვიდრე ჩვენი მზე დედამიწიდან. ასტრონომიული საზომით ეს 4.3 სინათლის წელია. სინათლის წელიწადი არის მანძილი, რომელსაც წამში 300,000 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სინათლე ერთ წელიწადში გაივლის. ამჟამიდელი ტექნოლოგიებით კოსმოსში მხოლოდ სინათლის სიჩქარის მცირე ნაწილით შეგვიძლია გადაადგილება. ჩვენი ყველაზე სწრაფი კოსმოსური ხომალდი, პარკერის მზის ზონდიც კი, მაქსიმუმ 191 კილომეტრ/წამის სიჩქარით მოძრაობს, რაც სინათლის სიჩქარის 0.064%-ია. ამ სიჩქარით პროქსიმა კენტავრამდე მისაღწევად მას 6650 წელი დასჭირდებოდა და წარმოიდგინეთ, ეს მხოლოდ ჩვენი კოსმოსური სამეზობლოა. შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლეში კოსმოსური მოგზაურობა გაცილებით დიდ სიჩქარეებს მოითხოვს.
მოდი წარმოვიდგინოთ, რომ სინათლის სიჩქარით მოგზაურობა შეგვიძლია. აქ უკვე ჩნდება ასეთი სიჩქარით მოძრაობასთან დაკავშირებული პირველი პრობლემა. ალბერტ აინშტაინმა აჩვენა, რომ დრო ფარდობითია. დროის მსვლელობის მაჩვენებელი სამყაროში ყველგან ერთნაირი არ არის. რაც უფრო სწრაფად მოძრაობს ხომალდი დედამიწიდან, მისი მგზავრებისთვის დრო უფრო ნელაკავა. ამას დროის გაჭიმვა ეწოდება. მაგალითად, როცა NASA-ს ასტრონავტი სკოტ კელი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გატარებული 1 წლის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა. ის მილიწამებით უფრო ახალგაზრდა იყო, ვიდრე მისი იდენტური ტყუპისცალი. რადგან მოძრავი ობიექტებისათვის დრო უფრო ნელა გადის, საერთაშორისო კოსმოსური სადგური კი 28150 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ამ ყველაფრის გარდა, ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა წარმოუდგენლად დიდი ოდენობით ენერგიას საჭიროებს. სიჩქარესთან ერთად იზრდება კოსმოსური ხომალდის მასა. შესაბამისად, მის ასაჩქარებლად საჭიროა სულ უფრო მზარდი ოდენობის ენერგია. სინათლის სიჩქარეზე ხომალდი უსასრულოდ მასიური გახდება და უსასრულო ოდენობის ენერგიას მოითხოვს. ეს აშკარად შეუძლებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ კოსმოსი ვაკუუმია, მაგრამ არასრულიად. საკმარისი ოდენობის ნაწილაკებია სანერვიულოდ. მათ შეიძლება გამოიწვიონ პოტენციურად ფატალური რადიაცია მგზავრებისთვის და მაღალსიჩქარიანი ხომალდის ინსტრუმენტებისთვის. ანდაც შეიძლება ხომალდი საერთოდაც გაანადგუროს. სინათლის სიჩქარით მოძრაობისას მეჩხრად გავრცელებული წყალბადის ატომები ძლიერ რადიაციად გარდაიქმნება. წარმოქმნილი სითბო დააზიანებს და საბოლოოდ გაანადგურებს ხომალდის კორპუსს. შედეგად, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დახარჯონ ამდენი ენერგია დედამიწაზე მოსასვლელად? ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს მისი შექმნა, მოწინავე ცივილიზაციას საკუთარ პლანეტაზეც შეეძლება. კიდევ ერთი პრობლემაა ჩვენი ბიოსფერო, რომელიც რამდენადაც მეცნიერება იციან, უნიკალურია დედამიწისთვის. სიცოცხლე და პლანეტა თანაარსებობენ. კომპლექსური სიცოცხლე ვერ იარსებებდა, თუკი ციანობაქტერია ერთუჯრედიანი მიკრობის ტიპი 2.4 მილიარდი წლის წინ ჟანგბადით არ შეავსებდა დედამიწის ძირითადად აზოტისგან შემდგარ ატმოსფეროს. ჟანგბადი ჩვენთვის ტოქსიკური არ არის, მაგრამ ის რეაქტიულია და არამიწიერი არსებებისთვის შეიძლება ძლიერ კოროზიულიც იყოს. იმის მიუხედავად, რომ მათ შეიძლება დამცავი სკაფანდრები ეცვათ, როგორც ადამიანები იცვამენ არასტუმართმოყვარე გარემოში სტუმრობისას. გადმოცემები უცხო პლანეტელთა ვიზიტების შესახებ არსად ახსენებს რაიმე სახის სკაფანდრების დარებას. თუ უცხო პლანეტელები აქ არ არიან, არსებობენ თუ არა საერთოდ? საინტერესო კითხვაა. როგორც მეცნიერული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით. მეცნიერებს საკმარისი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ, მაგრამ აქტიურად მუშაობენ. ამ დროისათვის 4700 ვარსკვლავურ სისტემაში აღმოჩენილია დაახლოებით 6200 ეგზოპლანეტა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ჰგავს დედამიწას ან მზის სისტემას. ვარსკვლავთა უმეტესობას სულ მცირე ერთი პლანეტა აქვს და მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში სადღაც 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია. შესაბამისად, პლანეტების რაოდენობა ასტრონომიულია. ზოგიერთი მათგანი შეიძლება სიცოცხლისათვის ხელსაყრელიც იყოს. უფრო ახლოს მზის სისტემაშიც შეიძლება არსებობდეს პოტენციალი მიკრობული სიცოცხლისათვის. ახლა თუ წარსულში, თუნდაც მარსი, იუპიტერის მთვარე ევროპა, სატურნის მთვარეები, ენცელადი და ტიტანი. თუკი აღმოვაჩენთ, რომ მზის სისტემაში სიცოცხლე ორჯერ აღმოცენდა, ეს ნამდვილად გაზრდის სიცოცხლის არსებობის შანსებს მთელ სამყაროში. 1960-იანი წლებიდან მიმდინარეობს გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნა ყველგან, ძირითადად რადიოასტრონომიის გამოყენებით. არამიწიერი სიცოცხლის ძებნის უდიდეს პროექტს ახორციელებს კალიფორნიის სტეთი ინსტიტუტი და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროექტი ბრიქსთროუ ლისენი. ყოველი მცდელობა უშედეგოა. გონიერი არამიწიერი სიცოცხლის პოვნა ჩვენ სიცოცხლეში, ანუ მაქსიმუმ 100 წელიწადში, სამყაროს 13.8 მილიარდ წლიან ისტორიაში წარმოუდგენლად რთულია, ამბობენ მეცნიერები. თუმცა, როგორც ჟურნალ Nature-ში 1959 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ კვლევაშია ნათქვამი, წარმატების შანსის შეფასება რთულია, მაგრამ თუ არ მოუძებნით, შანსი ნულზე დაეცემა. ამაზონის დამფუძნებელი და Blue Origin-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯეფ ბეზოსი მიიჩნევს, რომ დედამიწიდან მძიმე მრეწველობის გადატანა გარემოს დაცვასთან ეკონომიკური ზრდის თანაარსებობის ერთადერთი სცენარია. მან ეს განცხადება პარიზში კონფერენცია Viva Tech-ზე გააკეთა,
რასაც ლიგა ნეტი ავრცელებს. ბიზნესმენი თვლის, რომ კოსმოსური ინფრასტრუქტურის განვითარება შესაძლებელს გახდეს მთელი დედამიწა დიდ მწვანე პარკად გადაიქცეს, რომელიც დღევანდელზე 3-ჯერ მეტ ადამიანს დაიდევს. მთვარე კი ამ გეგმაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. მთვარე საჩუქარია, ის დედამიწასთან მეტად ახლოსაა, სადაც 3.5 დღეში შეგიძლია მიხვიდე და უკანაც 3.5 დღეში დაბრუნდე. იქ ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე და არ გჭირდება პლანეტების იდეალურ განლაგებას დაუცადო. ამიტომ მთვარეზე გადაცხოვრებაც მნიშვნელოვანი ამოცანაა, რისთვისაც ჩემი კოსმოსური კომპანია აქტიურად მუშაობს. ხოლო იქ დასახლებისათვის და მუდმივი ყოფნისათვის მთვარის რესურსების ათვისება აუცილებელი წინაპირობა იქნება. ის განმარტავს, რომ მთვარის ზედაპირიდან კოსმოსში მასალის გაშვებას კილოგრამზე 28-ჯერ ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე დედამიწიდან გასაშვებად არის საჭირო. მაგალითად, მთვარიდან ორბიტაზე თხევადი ჟანგბადის მოპოვება და მიწოდება მნიშვნელოვნად უფრო ადვილი და იაფია. ბეზოსის თქმით, ეკოლოგიურის მსგავსად მთვარის კვლევის ეკონომიკური ლოგიკაც ანალოგიურად მიმზიდველია. ეს პირველ რიგში მისი რესურსების უზარმაზარი მარაგია. მთვარე 4.5 მილიარდი წლის განმავლობაში მეტეორიტების მიერ იბომბებოდა. ამიტომ მისი ზედაპირის ქვეშ კოსმოსური ინფრასტრუქტურის ასაშენებლად საჭირო ყველა მინერალია. ადგილობრივი რესურსების გამოყენების პროექტებზე Blue Origin უკვე მუშაობს. მაგალითად, კომპანია მზის პანელების პირდაპირ მთვარის რეგოლითისგან დამზადებას სწავლობს. ბიზნესმენის ხედვის მიხედვით, მთვარის პოლუსებზე მუდმივად დაჩრდილულ კრატერებში წყლის ყინულის მოპოვებაა შესაძლებელი. ამ რესურსის თხევად ჟანგბადად და თხევად წყალბადად დაშლა ელექტროლიზის გამოყენებით მოხდება, რაც კოსმოსური ხომალდებისათვის იდეალური საწვავია. ეს სადესანტო ხომალდებს საშუალებას მისცემს საწვავი პირდაპირ ზედაპირზე შეაფსონ, რაც მთვარეზე ადამიანის მუდმივ ყოფნას უზრუნველყოფს. ბეზოსი ასკვნის, რომ ამ რესურსების დახმარებით მთვარესა და დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდების მასალის გამოყენებით კაცობრიობა კოსმოსში დიდი გამოთვლითი ცენტრებისა და ენერგოსისტემების აშენებას შეძლებს. ის პროგნოზირებს, რომ მომავალში ორბიტალურ მონაცემთა ცენტრებისთვის მიკროჩიპებიც კი დედამიწის გარეთ დამზადდება, ხოლო უკან პლანეტას მხოლოდ დასრულებული გამოთვლითი შედეგები გადაეცემა. ბეზოსის გეგმით შემდეგი მარსი და უფრო შორეული სამიზნეები იქნება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთვარეზე საძირკველი ჩაიყრება. 2026 წლის 9 ივნის NASA მისია Artemis 3-ის ეკიპაჟი წარადგინა. 4 ასტრონავტისგან შემდგარი ჯგუფი იმ ფრენაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მთვარეზე ადამიანის დაბრუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. მათ დედამიწის დავალ ორბიტაზე ის ტექნოლოგიები და მანევრები უნდა გამოცადონ, რომლებიც ჩვენი პლანეტის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე გასაშვებადაა საჭირო. წინა შემადგენლობის ეკიპაჟისგან განსხვავებით, სადაც 3 მამაკაცი და 1 ქალი მონაწილეობდა, მესამე მისიაში 4-ვე ასტრონავტი მამაკაცია. Artemis 3-ის ეკიპაჟში NASA-ს 3 და ევროპის კოსმოსური სააგენტოს 1 ასტრონავტი იქნება. მისის მეთაურის ფუნქციას რენდი ბრესნიგი შეითავსებს, პილოტისას იტალიელი ლუკა პარმიტანო, ხოლო მისიის სპეციალისტები ანდრე დაგლასი და ფრენკ რუბიო იქნებიან. ასტრონავტების და Artemis 3-ის მისიის ახალი დეტალების ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა NASA-ს კოსმოსური ფრენების ცენტრში, ჰიუსტონში, ტეხასის შტატში. ეკიპაჟის მეთაური რენდი ბრესნიგი ასტრონავტთა კორპუსს 2004 წელს შეუერთდა. მანამდე კი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ჯარში პილოტი იყო. 2009 წელს იგი მისია STS-129-ის ფარგლებში კოსმოსურ შატლ ატლანტისით გაფრინდა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 11 დღე გაატარა. ბრესნიგი 6 საათის განმავლობაში ღია კოსმოსშიც გავიდა. შედარებით ახლო წარსულში კი პროგრამა Artemis-ის სისტემების ტესტირებას მეთვალყურეობდა, როგორც ასტრონავტთა კვლევითი ოფისის ხელმძღვანელის თანაშემწე. მისის პილოტი ლუკა პარმიტანოა, იტალიის საჰაერო ძალების ყოფილი პოლკოვნიკი და საცდელი პილოტი. კარიერის განმავლობაში მან 40-ზე მეტი ტიპის აპარატით 2000 საათზე მეტი იფრინა. იგი ევროპის კოსმოსური სააგენტოს ESA-ს ასტრონავტებს 2009 წელს შეუერთდა და აქამდე კოსმოსში ორჯერ იმოგზაურა. მისის სპეციალისტი ანდრე დაგლასი NASA-ს ასტრონავტთა 2021 წლის ჯგუფის წევრია და სისტემური ინჟინერიის დოქტორის ხარისხი აქვს.
მანამდე იგი შეერთებული შტატების სანაპირო დაცვაში მსახურობდა. ეს მისი პირველი კოსმოსური ფრენა იქნება. თუმცა მანამდე არტემის 2-ის ფარგლებში სარეზერვო ასტრონავტად შეარჩიეს. მეორე სპეციალისტი ფრენკ რუბიუა. მან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 371 დღე გაატარა და NASA-ს ასტრონავტებს შორის მისის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა. მანამდე ის ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში მსახურობდა და Black Hawk-ის ტიპის ვერტფრენით 1100 საათზე მეტი იფრინა, მათ შორის დაახლოებით 600 საათი საბრძოლო პირობებში. გეგმის მიხედვით, ასტრონავტები ორიონის კაფსულით გაფრინდებიან, რომელსაც NASA-ს რაკეტა Space Launch System-ით SLS-ით გაუშვებენ. დედამიწის დაბალ ორბიტაზე კომპანია Blue Origin-ის მთვარის მოდული Blue Moon Mark 1 და SpaceX-ის Starship HLS იქნება, რომლებთანაც მოდულის მიერთება უნდა სცადონ. NASA-მა მათთან კონტრაქტი მთვარეზე ადამიანის გასამგზავრებლად საჭირო სისტემების შესაქმნელად გააფორმა, თუმცა ორივე პროექტი დროში გაიწელა. სწორედ ამიტომ სააგენტო მზადაა მისიაში ერთი ან ორივე მოდული ჩართოს იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი იქნება მზად დროულად. მთვარის ზედაპირზე დასაჯდომად ისინი სპეციალურ მოდულში გადავლენ. ეს ან Starship HLS იქნება, ან Blue Moon Mark 1. სწორედ ამისთვისაა საჭირო აპარატების მიერთებისათვის მომზადება, რათა ეკიპაჟის უსაფრთხოება და ტექნოლოგიური მზაობა უზრუნველყოფილი იყოს. ივნისისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა NASA-ს ახალი თაობის კოსმოსური ობსერვატორიის Nancy Grace რომანის Space ტელესკოპის გაშვებისათვის მზადება. ტელესკოპი უკვე ფლორიდაშია გადატანილი და მისი გაშვება აგვისტოში იგეგმება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ის მნიშვნელოვნად გააფართოვებს ჩვენს ცოდნას ბლელი ენერგიის გალაქტიკების ევოლუციისა და ეგზოპლანეტების შესახებ. ივნისში გაგრძელდა მთვარეზე დაბრუნების საერთაშორისო პროგრამების აქტიური განვითარებაც. ამრიგად, ივნისი შეიძლება დავახასიათოთ როგორც მომავალი მთვარის მისიებისათვის მზადების დღე, ახალი ეკიპაჟებით, ახალი ტელესკოპებით და ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც კოსმოსის კვლევის შემდეგ ეტაპს საფუძველს უყრის. აქ დავასრულებ ამ ეპიზოდს. შეკი, მოიწონე ვიდეო, დააკომენტარე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ხილაკიც, რომ არ გამოგჩეს ახალი ეპიზოდები. მხოლოდ არხის გამოწერა აქტივობის გასაზრდელად საკმარისი არაა, თუ ზარის ხილაკს არ ჩართავ. ახლა კი დროებით.